ჩვენი გურული დილა გათანდა ვიმყოფებით სოფელ ჩხაკაურაში. უკან წარმოდგენილი არის ნიკა ლებანიძე, რომელიც 105-ად შემაწყვეტინა დაწყების ტექსტი და 60 წლის წინ მოკლული დათვი, რომელიც ძალიან მეწოდება, თუმცა უზარმაზარი იყო. ვისაც გაქვთ ნანახი მიდსომარი, მიხვდებით ყველაფერს. მსგავსი იუმორი ჩემთან არჭრის. მოკლედ, რატომ ჩამოვედით აქ? თენგოს ოჯახში ვართ. უსაყვარლესი ბებია ბაბუას გაგაცნობთ. ერთ კაი გემრიელ აჭარულ კერძსაც გავაკეთებთ და რაც თავარია, ჩვენ თავარი ამბავი აქ ის არის, რომ მე როგორც ყოველთვის ავიტეხე ძალიან საინტერესო ამბავი. გადავწყვიტე რომ დაქვილი ყავს ამდენი ხანიაჩი. ცოცხლები კიდევ როგორ ვართ ამდენი ხანი კაცმა არ იცის. მოკლედ ძალიან მინდა სკიტურზე დადგომა და ბახმა რო ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე არ მოგესმათ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაგარ ადგილად იმისთვის რომ გააკეთო სკიტური. ბახმოროში ასვლა ეგეთი მარტივი ამბავი არც ერთ სეზონზე არ არის, შესაბამისად ღამე ჩხაკაურაში თენგოს ოჯახში გავატარეთ. ასლანი და ასანა ბებო გავიცანით. ძალიან მაგარი ისტორიებით, ფანტასტიკური იუმორით და ეხლა უკვე ნელ-ნელა ვემზადებით იმისთვის რომ ისაუზმოთ და მე უკვე ბახმაროში წავიდეთ. ამბავი იმაშია, რომ მარიშკამ სრიალი საერთოდ არ იცის. ერთხელ იდგა ცხოვრებაში, ისიც გადაღებაზე და მეც რო გითხრათ, კარგი მოთხილამურე ვარ მეთქი არა, მაგრამ ისა ორივე ახირებული გოგო ვართ. ხო მარიშკა? ხო, კარგად ვიზავთ. მეც ეგრე მგონი. რა ქენით დღეს დილით? საით იყავით? დღეს დილით? მიომსახურე უკვე პირველად მემსახურება კოფეს მიდუღებს, ცეცხლთან. მართლა? კოფეს ყოლენდილას ესადუღებს. მე მზამზარი ურდე შემოვიდივარ. მერე მოსვენს. მასწრებს მოსვენს. ატა მოვიკითხე წავედი. საერძინა წუხელი. გავარკვე. პირველი ჩიგითხულობ. ძროხები არიან სამი ძროხა ყავს და ერთმა ხბოშა მოგვიყვანა გუშინ. გუშინ? გუშინ გააჩინა? გუშინ გააჩინა თქვენ. აუ, ახალ გაჩენილი ხბო გუშინდელი. მე გარეშე რატო იქ? დილა მშვიდობისა. ნინოცამ გაიღვიძა. ხბო ვნახოთ და დილის საქმიანობა რაც არის? დილის საქმიანობა პირველი ჩემი ლოცვაა. დილას ხო? ქმარი კოფეს მიდუღებს, ცეცხლ მინთებს და მერე მოსელცის მასწრებს დასუფთავებულს მახვედრებს. მე შევარ მოუწველი. კაი, გეთ მეუღლეო. რატომ იცი ახლა რომ მოხუცდა? ახლა უფრო მეტად დაიწყო მომლა ჩემზე. კი, მაგრამ შინაგანად თუ ეგ არ გაქვს არც ადრეიდან და არც. ხო, არა, ადრეც კაი იყო. ხო გაბრაზებდა? ხო გაბრაზებდა ადრე? ხანი მატერი ხდება. მაგრამ მე პატიებელი ვარ საერთოდ. ბებო, ეს რა არის? თითა, ეს თქვენ გამოაცხეთ ამ დილაზე? თქვენ შემოგერ. თქვენ 4 შვილი გყავთ, ხო? 4 შვილი. და 9 შვილი. და 57 წელია ერთად ხარ? 40. როგორია 57 წელი ერთად რო ხართ? ძალიან კაი რატო? ეს არის სასიამოვნო და ყურა სასიხარულო რომ ახლა ჩვენში ჩხუბი არ მომხდარა და უმაყოფილება და ყოველთვის დაძიერება და გაგება იყო ერთი მეორე. სულ ჩხუბობდით? რა, საერთოდ არა. თუ გიამე მომივიდოდა მე ის იყო რომ ამას ჩემ გულში მე მაგალითად მას ჩავითქვამდი, იმიტომ რომ ეს არ არსებობს ახლა კი პატარ-პატარა რაღაცა, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი საგანგაშოაფერი. გაფრთხილებულები არიან რა. ახლა 3 და 4 გაფრთხილება 1000 არშველის თუ ადამიანი არ არის ადამიანი. ახლა 4 წელიწადს ვერ ატანებენ და 2 წელიწადს ერთ. ცხენია. ბაბუ, გუში რომ მომიყევით, თქვენი გაცნობის ამბავს მოყვებით? აუ, ძალიან ვისეთკა ისტორია. ჩვენი გაცნობა ეს იყო რომ სულ თავიდან ის ამბავი. სულ თავიდან ახლა მაგალითად ასე ადრე ადაწესები არსებობდა სოფელში რომ ესე იგი ქალს შეარჩევდნენ მშობლები, არბებია და ბაბუა შეგირჩევდნენ და
მე რომ უნდა დახმებოდი იმას, მოგწონდა თუ არ მოგწონდა, იქ თითქმის 95% მათი უნდა ყოფილიყო სიტყვა. ამიტომ მე რაღაც რომ ჩემი იმიდან რომ დავისკენი დავამთავრე საშუალო სკოლა. რომ მინიშნავდნენ ცოლს. ამ შემთხვევაში რომ მითხრეს, ეს მე მაგალითად წავედი წინააღმდეგი, მე არ მინდა სოფელია, მეზობლები ვარ თქვათ. რაღაც ნათესაობა არ იყო, არ არსებობდა, მაგრამ ერთ სოფელში გაზრდილები ვართ, ის ასე მე არ მithოდა ქორწინება მასზე და ამიტომ მე ვარი უთხარი და ამაზე მე ფაქტობრივად შობლები ცოტა გამიბრაზდნენ, მაგრამ ბაბუა და ბებია მყავდა ძლიერები და მათი თანხმობით ბაბუამ მითხრა რომ ესე იგი შენ რა ვისას მე ჯერ მე შეგირჩევოდა თუ არ მოგეწონა მე შენი მითხარიო და მან შეარჩია და მეც დავეთანხმე და მეზობელ სოფელს სახელი ერთი გამოგვიდგა და სახელი იმ გოგოსთან და ასეთი იმით ვაგრძელებ ცხოვრებას დღეს ვართ ესე იგი ძალიან მაგარი ამბავი ის არის რომ მე მაშინ მე რაც მსმენია მაშინ როდესაც გირიგებდნენ ძალიან დიდი სიმამაცე იყო 60 წლის წინ რომ გეთქვა რომ არა მე არ მინდა და ბაბუ ყავდათ ძალიან ბრძენი რომ მოგისმინათ თორემ მშობლების უეგრე არ არის ან სულ აი ვერ შენი შვილის რაღაცაა და იმიტომ საჭირო ბაბუ რომ უფრო ბრძენია უფრო გვერდში უდგება შვილიშვილს მაგის სწორია მაგი არის ესე იგი ბაბუა და შვილიშვილი ერთი ჭკვის არიან აქ ბაბუა ჩემი რომ ჩამოსახლდა 1907-ში ესე იგი გურულებმა მამლის ტვირთით ჩამოვიდა ბაბუა ჩემი რომ თქვათ ასეთი სიტყვით კილოთი მე იმიტომ რომ არაფერი არ ქონდა ჩამოვიდა დასახლდა აქ ილარიონ მამალაძის მიწა იყო ეს ნალია ქონდა ნალია აჩუქა შით სიმინდი იყო ერთი 4 გოდორი და ქვეშ ჩამოჭედა ფიცრულად და იმით დაიწყო პინდა ნაჯახი დააშენა პატარა ქუხნა მე მისი ხელით გათალა და გააპოფიცა და ააშენა 1907-დან და ესე გურულებთან ჩვენ ისეთი ახლოს და ისეთი ტკბილი ის გვაქვს მეგობრობა სიყვარული ხორცილი ტირილი ჩვენში ერთნაირად მიმდინარეობს ყველაფერი ბებო კერძები რომელი უფრო პოპულარულია კერძები ზედაც კერძები ახლა ქართული ჩამოვიდა ყველაფერი და ძველებით მინდარმე არ დევიწყოთ ხო ძველები ვაკეთებთ ისევ ძველები ბორანო გავაკეთეთ ბორანო სტუდიაში 70 წლისედაც აღარ გინდა კეთებები აღარ გიყვარს მე ხაც არ მოხდა თავისუფლება გიჩვენია 70 წლისედაც აღარ უნდა კეთება და აღარც გადაღება გადავწყვიტეთ რომ დაგვემზადებინა კარგი აჭარული ტრადიციული კერძი რომელიც არ ვიცით ვინ გასწავლოთ ბორანოს კეთება დედა მე ბავშვობაში ვიცოდით ბავშვობაში ვინ გასწავლოთ ყველაზე პოპულარული კერძები რომელი არის აჭარული ყველაზე პოპულარული ეს ინტომარიმ ადვილიც არის ეგ არ ყველასთვის რთულად ვასწავლებ ბევრი დრო არ გვაქვს და იოლ კერძს ვაკეთებ მოკლედ იმისთვის რომ დავამზადოთ ბორანო რა გვჭირდება საჭიროა ყველი სულგუნი არა დამწნილი ყველი გამოხდილი დამწნილი ყველი რომელსაც ვინახავთ სულ ყოველთვის გვაქვს ზაფხულშიც ზამთარშიც ზამთარში ზაფხულისა გვაქვს შენახული და კარაქს ვამზადებთ ნაღვიდან და კარაქით და ყველს დაასხამ წყალი წყალი უნდა და მოუწურავ მერე კარაქს და დაასხამ და რამდენი კარაქი გვიდა დაგჭირდება 200 გრამი კარაქი არც უნდა ერთმს და ყველიც ისმის და გვარად გავიცი წონადობით რა იქნება თვალით დაიმახსოვრეთ თვალით ამდენს რომ აკეთებ ჯერ ტაფაზე გადაგვაქვს კარაქი ცეცხლზე მაურიო ჯერ დათრეს და ყველს დავჭრით დავძენძავთ ხო კარაქი 200 გრამი გაგიკვირდებოდა საუზმეზე რატო უყვართ მაგრამ თაში ზოგადად ესეთი წესია რომ ძალიან კალორიული საკვები უნდა იყოს იმიტომ რომ სულცივა შრომა ბევრი გიწევს და ენერგია გჭირდება ენერგია კი მოდის ბევრი კალორიისგან და გასუქების რისკიც არ არის იმიტომ რომ დღის განმავლობაში იმდენი მოძრაობა გიწევს რომ ყველაფერს დაწყავს დავძენძეთ ყველი მოდი დავასხათ წყალი
მანდელს ხავთ წყალს. შეგიძლია 2 ხელი მოუცვალო წყალი. ხაპის სუპი. ხო, ხაპის სუპის მე შეიძლება ხალი რძიანი, ხალოვია, რა ვიცი, ბევრი ხალი საქმეები. რძიანი? რძიანი და მიგზიანი. რძიანი. ასენი სუპისები. ეგ არც კი მსმენია. კი, სუპისები თორდეთ. გაიგე? რძიანი ფხალი. ხა გიეთ ეგეთი რაღაცა? იმერლები აი შოქში იქნებიან ახლა. რძიანი ფხალი. ჩვენი ქუთაისური დიასპორა შოქშია მეთქი. ბატონო. ეხა მოვასხა. ხო, მითხარით როდის გავჩერდე? მოასხ. დეტა ჯარული ბორანი. ეს ბარანო 5 წუთში რა უნდა ამის გაკეთება? ისაუზმოთ ეხა თორე მოვა ჩვენი ტრაქტორი, არა? საიდუმლო კარები, არც კი შეგვიმჩნევია. შევიდე? აჰა, ვიწრო დერეფანი. სად წავიდე? სალამი. არ შემოხვალ? რატო? უშინ დაბადებული ხო? რა გეშინია ეს? ვის ატყუებ? მოდი აქ. ჩემი ახალი სტუმა. რა ქვია? სახენჯერაში მირქმელი. ჯერ კიდევ ჭიპლარი აქვს. ხო, უშინდელი არის. ის როგორ ნერვიულობს? ხო, დედა იყურება. უბრალოდ ვიღებთ. დაგაბრუნებთ დედიკოსთან. გამარჯვე. ო, ვინები არიანო, რა გინდათ? მარიშკა არ შემოდის იმენა, ყველაზე ზიზგენი ადამიანია სოფლიოში. უჭუ პუჭუ ზიზი პუპუ ზუბუ. მარიშკა მოდი აქ. სად ნახავ მარიშკა ამას კიდევ? მოდი, ნუ გეშინია. ბებო, სახელები აქვთ? კი, ამას გაბროს ვედა. გაბრო? ხო. ამას? იმას მაშალა სუძახია. მაშალა? ეგ ირემას. ირემა? და პატარა ხმოს რა დავარქვათ? პატარა ხმოზე ამ შექმნილი ჯერაფია. აბა მარიშკაზე ვერ შემოვიყვანეთ შიგნით. რა გინდა? რა მინდა? რატო არ შემოდიოდი ხა მითხარი? იმინა აი უწუმუწ რაიბი აცუია დედა. ნეტები აცუია ფუნის. ნინო, აბა დაიმშვიდობა ჩაკაურას. ჩხაკაურას ვემშვიდობებით, დამთბარი გულით და მივდივართ უკვე ბახმაროსკენ. მე და ჩემი კოლეგა ხათაბალების ძიებაში ვხედავთ კეისბორელზე და მივცუქცუკებთ ახლა ბახმაროსკენ. ბახმაროში რომ მოხვდე დაახლოებით გჭირდება საათი და 10 წუთი ჩხაკაურადან. და ბახმაროში თუ გინდა რომ მოხვდე მაისის 20 რიცხვამდე მხოლოდ შესაძლებელია კეისბორელით. და ნუ თუ დიდი ხანი არ უთოვია და კეისბორელმა კარგად დატკეპნა გზა შეიძლება ბურანებითაც ასვლა. ორივე გზა ისეთი სახალისო და ძალიან ლამაზი არის. ამიტომ არის ბახმარო ძალიან განსაკუთრებული
თუ არა კეისბერელი, უბრალოდ ფიზიკურად ვერ მიხვდები. უცხოელებისთვის ეგაა ყველაზე მომხიბვლელი ამბავი და ამიტომ გიждდებიან ყველაზე მეტად აქაურობაზე. მარიშკა, ცოტა ძროხის სუნი ამდის. მართლა და მომწონს. ნახე რა ნაწვევია. მინდოდა მეთქვა, ეხლა მარიშკას ვაუბნებოდი, რომ როგორც არ უნდა შევეცადოთ, რა მაგარი კამერებითაც არ უნდა გადავიღოთ, რა ყოჩაღებიც არ უნდა ვიყოთ, ვერასოდეს ვერ მოვახერხებთ, აი ამ სილამაზის თქვენთვის გადმოცემა. სინამდვილეში აქაურობა 2-ჯერ, 3-ჯერ უფრო ლამაზია. როგორც კივე მოხვდებით ესეთ ადგილას, ყველა პრობლემა, რომელიც გაწუხებთ ქალაქში, უბრალოდ ქრება. და აი ელემენტარულად ის ღამე, რომ ხის სახში სიცივეში გვეძინა. როგორ ყოჩაღად გავიღვიძე და როგორი ენერგიული ვიყავი, ეს ჰაერი, ბუნება, არ ვიცი, რაღაცას აი თერაპიასავით არის და წინ კიდევ უფრო დიდი თერაპია გველოდება. იცი როგორ მინდა სკიტურზე წასვლა და როგორ მინდა რომ კარგად გამომივიდეს, შემიყვარდეს და ჩემი ჰობი გახდეს. ჩვენც გამოგივა. თქვენც გამოგივათ. ძალიან დიდი მადლობა. რა უჩუბო. აი ნინუც. ძალიან კაია. მე მგონი ზამთარში ჯობია ბახმარო ვიდრე ზაფხულში არა? თულად შესაძლებელია, მაგრამ ვიტყოდი რომ ზამთრის ბახმარა უფრო მაგარია. შემოგვეცეთ. აჰა. რა მარია? თქვენი მოლოდინი რა არის? ჩემი მოლოდინი ის არის რომ ეხლა პატარა გიოსთან ერთად რა ხარ ვარ მშვიდად რა. გიდი, მაშველი, კამერამენი, დრონის პილოტი და ასე შემდეგ გიო მაგარი გაქე რა. ვისაც მოგწოთ გიორგი დაგვიპლიუსტით თუ რა. იმიტომ რომ ასკაზე ცოლი მოყავს. ასკაზე ცოლი უბრალოდ ცოლი არ უყავს ჯერ შესარჩევია კანდიდატურა. ხო და აქ გავივლით ინსტრუქტაჟს და აი ფაფარას ძირში აგერ პატარა კარგი ტყე არის, მან გავისეირნებთ დღეს რა. აი ამ ტყეში მივდივართ ასე. რა მოვედით ცოტა მზის ჩასასვლელი თან თქვენთვის ცოტა ადრეა და ვცადოთ. ჯერ გავიტესტოთ აქ როგორ ვივლით. როგორ ივლით, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. 100-ზე იმდენად არ ნერვიულობ, რამდენიც ჩამოსვლაზე. და დანარჩენი გზაში გამოჩნდება რა. რა? აი, თუნდა. ჯუმათ ვაკითხები ძალიან დაღმართია თქო. ცოტა დაგვიბნელდა და დღეს მე ძანინუცას გვექნება სატესტო გასვლა და ნიკა რას აკეთებ? ქამუსებს ვაკრავ თქვენთვის. ქამუსი რა არის? ქამუსი არის თხილაისა სკიტურის ინსტრუმენტი, რითიც უნდა ვიაროთ აღმართზე რა. ანუ აი ესეთი ტიპია. ესე მოდის, ისე არა. და ვამზადებთ ამას და აი ნახე როგორი დათოლილი ტყეებია ხედავ, იქ გავისეინებთ ახლა. და ცოტა დაგვაღამდება. ხო, აი ესე გადავიდეთ და ავიდეთ ზემოთ და იქ დავუშვოთ რა. შეგხედავთ რა შვები. ეს ერთჯერადია? არა. აბა? მრავალჯერადი ტიპი არის რა. ეს წებო არ გასდის? არა, ამას თავისუფლად რამოდენიმე სეზონზე თავისუფლად ყოფს. მაგიტო გრის, კარგია. სკიტურზე ვისაც უნდა სიარული, ძალიან ძვირი ჯდება. სკიტურის აღჭურვილობა, აი თხილამური ძალიან ჩატეა, ეს სამაგრი ძალიან რბილია, ბათინკი სხვანაირია, ანუ თვითონ ტიპი არის საკმაოდ ძვირიანი მიმართულება რა. იმიტომ რომ თუ გინდა ძმაო ისიამონო
განსხვავებულად და ექსკლუზიურად, უნდა გადაიხადო. ეგ პრინციპი აქვს რა და არასოდეს არ არის მაგალითად სკიტურის თხილამურებზე ისეთი ფასდაკლებები და სკიტურის ტანსაცმელი ცოტა სხვანაირია, როგორც თქვა ჩვეულებრივ თხილამურებზე არის ხოლმე რა. თუმცა ბარემ აქვე ვიტყვი რა, აგერ დავითომ გვიჯი რა, M+-მა და გამოგვატანეს სკიტურის აღჭურვილობა და ეხა სანამ სეზონი დაიწყება, არა მარტო M+-ში, ადრენალინშიც და დანარჩენ სხვა მაღაზიებშიც ფასდაკლებებია რა, ეს რეკლამის თემა იდეაში არ არის, მაგრამ თან არის რა, მოკლედ. ვისაც რჩევა რა, ვისაც რამის ყიდვა გინდა, სანამ სეზონი დაიწყება, მანამდე უნდა იყიდოთ, ან სეზონი რომ მორჩება მერე, იმიტომ რომ იაფია უბრალოდ. შედარებით იაფდება. ეხა მოთხოვნა მატულობს და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ფასიც მოიმატებს. თან მე ესე შევი ხოლმე, მე მართალია ძალიან დიდი ხანი და იგივე ნივთზე ვიცი ხოლმე მიჯაჭვა და აღარ უცვლი ხოლმე, თუ გამიძლო ოღონდ. შეიძლება ვამტრევ ხოლმე თხილამურებს, მაგრამ ძალიან კარგი ილეთია, როდესაც თქვა წელს რო გამოვა რაღაცა ეს მოდელი, თქვა დინაფიტის რაღაცა ბექლაითი და მე მომავალ წელს ახალი მოდელი გამოდის, წინა წელს იყიდოთ უბრალოდ და მაგით მორჩება კინო რა, ბევრად იაფი გამოდის. თუმცა ახალი მოდელები ბევრად უკეთესია და თუ გაქვთ მაგის საშუალება, მაგას რა ჯობია. მაცალე ხა. მოკლედ, აი ხა მივდივართ ღამის სკიტურზე და აბა ვნახოთ რა იქნება, ნინუცა ვერ ითფენს. ეგერ არის გველოდება რა, აი ავალთ აი სადღაც აი აქ გავისეირნოთ რა. ლამაზი ადგილი კი. სკაფ, ჩაჯდა. და ცხვირები უნდა ამოუწიო. დაუმიზნე დირკებს. წავედით ხა. დაგიხარ თოვლზე. ძალიან მაგარი გზნობა. ეხლა აქ ხიდზე გადავიდე? ხო. წამო. იკავ. რომელი? აქ ბახმაროს დოღზე. წამზე რომ მოვედით, მე და მარიშკა. ხო. გიჟივით რომ გადავბოდით, ეს ხიდი არის. აქ იყო ისა დოღი. იქაა სადაც მივიდა ფინალში ცხენი. შენ და მე კიდევ იქ ვისხედით და ყავას ვავდით. ძალიან კაია. ეგონება ჩუსტებით დაფაყუნებ. ზამაგარი გზნობა. ნინუც აბა. აი, მართლა აი არ ვიცი რა ვთქვა. ვერ აი ხოლმაზესია. და ამ სილამაზესთან თან ძალიან ახლოს რომ მიდიხარ და დადიხარ. თან სუფთა აერი, თან ეს ენერგია. ოპლავის კანდიდატი ვარ სერიოზული. შენ მარიშკა? ბედნიერებისგან შეიძლება არ ვიცი. Okay, let it be known. I'm working hard when I ain't on the phone. This ain't a home, this ain't a phone. Grind never stopping, I'm keeping it cold. Unlocking the door with the holy key. You supposed to be this close to me, and hopefully you understand G.O.D. Maybe this cold and I'm talking like no degrees. This ain't a fluke. I seen it way before it ever happened. It gave me the view. I had to put in my time on the TV. It coming in soon. I couldn't leave it all up to a variant or an experience. You gotta get up and do what it do. So complicated, homie, it's you. Always gonna wait until you in the mood. I've been running, came out gunning, stopped the fronting on your word. It's what you hear, not what you heard. I'ma hate on every verb. I'ma show you what it's worth. Every day I'm on the earth till they put me in the dirt. I'ma get into it first. Said I'ma get into it first. Until they put me in the dirt. Said I'ma get into it first. Said I'ma get into it. I can't break, that's the thing about me. I won't put these goals on freeze. I can't break. მოყევი მარიშკა რა ხდება? გიო რა ხდება? მოკლედ ავედით ეხა სადღაც მთაზე ვისრიალეთ და მარიშკა გაბრაზებული. რატო?
იმიტომ რომ არ გამომდის კარგად და ნერვები მეშლება. კი, მაგრამ უთხარი რომ ამას პრაქტიკა ჭირდება. აუ ეს იმინა ტყის ქალი გაიჩიტა. მოგეთ მეორე დადგა თხილამურზე და ცოცხალი ჩამოვიდა და მაინც გაბრაზებულია. რისკი იყო რომ ცოცხალი არ ჩამოგვეყანა და ჩვენ გვიხარია ცოცხლადაა და ეს კიდევ ბრაზოთ პირველივე ცდაზე არ გამოვიდა. შენ ნახე ხვალ რა. ხო და გამოგვიწერეთ სასიკვდილო ნომრებს ვასრულებთ თქვენ გამო. კვირაში ერთხელ. თურმე შეიძლება და ცოცხალი ვერ ჩამოსულიყავით. და ეხლა იგებ. ეხლა გავიგე ოღონდ ეს ყველაფერი სასტუმროსთან რა ვარ. მადლობა დიდი. ეს ნახეს, გურამა ნახეს. ესენი ხუმრობენ რომ ნუ ხო არ ნაზი და ფარფატა და შინაურულად მეგობრულად იციან რომ რაღაცა პერიოდში განსაკუთრებით თვითაჭმული დავინახავ და მშიერი ვარ მეკეტება და ხვდები გურამა. ასე რომ იცოდეთ, ნინოს ზედმეტ სახელია გურამა. გამოიწერეთ გურამას არხი. გურამას ჩენელი. მიდი გურამა. ძმა, მიდი ძმა. დავით. ძმა არა, ძამია. გურიაში ხარ. ძამი. მივდივართ ფაფარაზე, ესეთი ლამაზი პატარა მთარი, საიდანაც კი ეს ამოწეული უნდა იყოს. ხედი იშლება. აი და ეხლა გავიმზადებით. რეალურად ამ სილამაზის უკან დიდი საშიშროება იმალება და დიდი რისკებია რა. და ამ რისკების გათვლა უნდა იცოდე, საბაზისო ცოდნა უნდა გქონდეს, ზვავზე, ზვავში როგორ მოყვე, უпростоრად ზვავში მოყოლის როგორ უშველო და ასე შემდეგ. ამ ჩანთაში ეს ჩვეულებრივი ჩანთები არ არის, არის ჩამონტაჟებული გაზის ბალონები, ზოგან ელექტროა, ზოგან ჩვეულებრივად გაზის, არის გამოსაკვრელი ტიპი, ეხლა გიოგვანახებს, გამოკრა უკან დიდი ბალიში იბერება რა, რომ ზვავმა არ წაგიღოს, არ ჩაგიყოლოს და გადაგარჩინოს. ასევე გვიდევს ნიჩაბი და ზონდი. ნიჩაბი იმისთვის, რომ ზვავში მოყოლილი ამოთხარო, ზონდი იმისთვის, რომ თუ ზემოდან არ ჩანს ვიზუალურად ვერ ხედავ, ზვავს ვერ ვაჩვენოთ. ზონდით პოულობ რა. ყველაფერი კი ლაპარაკეთ თქვენ, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ მარტო არ უნდა წახვიდე სკიტურზე. რაც არ უნდა აღჭურვილობა გქონდეს, ან ვერავინ ვერ გიშველის რა ზვავში თუ მოყევი, ან ელემენტარული ფეხი გადაგეტკინა რაღაც. ანუ ვიღაცა გინდა რომ ვიღაცამ გამოგიყვანოს, აი იხზე ცუდად დაეცი და ვეღარ დგები, რაც შეიძლება რა ხელი, ნუ ძირთად ფეხს თუ იტკენ მაშინა ყოველ საშიში. ხო, ზვავში რომ მოყვები, ხა სკიტურზე რომ დადიხარ, ზვავში მოყოლა, ძალიან ხშირი შემთხვევაა. როგორ მოყვარს რომ აწყნარებენ? მე ერთხელ ვარ მოყოლილი ზვავში. გადავრჩი, აუ საშინელი გრძნობა, ვერაფერს ვერ აკეთებ და ელოდები, როდის ამოგთხრიან თუ დაიმარცხენ. ეხლა რახან ბახმაროში ვარ, რახან ფრირაიდი გვაქვს ბექანტრი ქვია მაგას, როდესაც ადიხარ იმისთვის რომ დაეშვა. სკიტური ცოტა სხვა რამეა. სკიტურია რა აი როგორ გითხრათ, მედიტაციასავით აი ერთი აქედან იქ მიდიხარ. იქ მიდიხარ იმიტომ კი არა რომ ის რეალო თუ რაღაცა. უბრალოდ იქ რო ახვიდე რა. ესე აჩვენე ადამიანს. აი იქ მივდივართ. გახედე? გეხმა არ ეკნება? ხმის მეშინი. გაუჩი, ხელი გაუჩი. გასწორდი. ნუ ცოტა დებილს გავა. ეს რა? ანუ რა არის იცი ეს თოვლი არის ჭაობივით, აი წყალში რო იძირები და გასაბერი ბალიში გაქვს, ეგ არის ეგ რა. მიხვდი? ხო, კაი, ეხლა მქე მაინც ვიცი რა არის ეს. ფოტოც გადაუღეთ. არა, ნუ მამას ხარავებენ ეს ხალხი. ეხლა ეს როგორ ჩავბეროთ? მაშინ გამოიწყინა. მიდი. თუ რამეა ჩემი ფეხსაცმელები ხო იცი შენ გრჩება.
ფეხები მაქსიმალურად ერთად. აი ეგრე გვერდი იმინა. ნახე რას უბერავს, ანუ ეხა რა ხდება? ცუგები იყოფენ ჩვენ თავს რა. ვინ ვისი მეგობარია? იცი რა, ნახევარზე მეტი გამოვიარე. თუმცა ნიკა მოდი ვთქვათ, რომ ეს ძაღლები არიან სრულიად უწყინარი, მეგობრულები და ერთი თუ დაგიღრებს მე ხო აი გეხვეწები ნიკა უთხარი, ეხა გაიყვანე აქედან. მაინც მეშინია. ნინუც როგორ ახარ? კარგად. მარიშკა არის? აი სადაა მარიშკა? სადღაც. ეხა უკვე ბოლო სახლებია და უკვე მთაზე ავდივართ, ხო? ხო. ნინუცამ ამჯერადაც გამაოცა. ნამდვილად არ ველოდებოდი არც ამას მეტეოს მერეც კი. ან ძალიან კარგად აითვისა სკიტური და ჩემი აზრით ვისაც არ გიცდიათ, აგერ ნინუცამ მაგალითი რომ უნდა ცადოთ და ცდას რა უდგას წით, გამოგივა, არ გამოგივა. მაგრამ დამიჯერეთ ამაზე. რავი, ზამთარში. ამაზე დიდი სიამოვნება არაფერია. კი, სრიალიც კაია, ფრირაიდი, ტრასაზე და ასე შემდეგ. ყველგან კაია, მაგრამ სკიტური სხვა რამეა. გაყინული აქ. ხო, ეხა ჩაარტყი ფეხი. აი ეგრე. აი ესე ყოჩა. გვერდები ურტყით ხილამურის, აი ყოჩა. მოკლედ. დაუჯერებელი ამბავი ხდება. მართლა. ნინუცა ყვალავს სკიტურზე გზას. სანახევროდა. სანახევროდ თუ როგორ ნახევროდ დედას ფიცავარ არ მithქვია როგორ უნდა იარა და ლოგიკურად მივხვდა თვითონ. აი ბიპერებს ვრთავთ, ნინუცაც ჩართავს, გიო ამოვა, შეგვამოწევს ბიპერებზე, აქედან უკვე ცოტა საზღვავი ადგილებია სოფელს. აი ბოლო სახლებია ავწდით და აქედან უკვე გვჭირდება უსაფრთხოების დაცვა, ძალიან ისე კაცრად. რადგან ახალი მოთოვლილია, ჩვენთან მოთოვლაა და შესაბამისად ძალიან ესეთი რისკები არსებობს თავისუფლად რომ მოუწყვიდოთ რამე ზვავი რა და არ გვინდა ხა ნინუცა ზვავში. ბიპერებს რომ ვრთავთ, უნდა გავიაროთ აუცილებლად შემოწმება რომ მუშაობს თუ არა ბიპერი. და ამისთვის საჭიროა ცოტა წინ უნდა დავდგემე და თქვენ გამოვლით დისტანციით დაახლოებით. რიგრიგობით რა რომ ამან დაიჭიროს სიგნალი რომ შეამოწოს ნახოთ მუშაობს თუ არა. გიო ხო არ დავიწვევი, იმიტომ რომ დავიწვევს ბიპერებს ზვავებზე და რაღაცეზე ლაპარაკობ, ხო დავიწვევ. არა, უბრალოდ მზის ქუდი რო არ მახური. არა, მზის სისხლო დაიწაისვის და ზაგარს მიიღებს. კი. ალპინისტური ზაგარი. ზემოთ კიდევ დავა. კაი, მოდი ბიპერს ვამოწმოთ. ეგ არის არ არის მნიშვნელოვანი ეს რო ცოცხალი ჩახვიდე აქედან. კი, და კანით მჭირდება. სო, ეგა. წადი გამწ. გაყინულია. გაცდი, მარჯვნივ წადი. შეხედე ნინუცა ეს არის სამხრეთ დასავლეთი ფერდი. ანუ ზე რასაც ხვდება, ის მხარე ყოველთვის არის ცუდი სასრიალო. აი ხა ბალახს ხო უყურებ აქ ეს ქარმა გადაყარა. ეს თოვლი არის ჩრდილოეთ ფერდზე, ამის მეორე ფერდზე. საიდანაც დავეშვებით. ჩვენ აქედან ამოვედით და იქეთ. რადგან უკეთესი თოვლი იქნება, გარანტირებულად, იმიტომ რომ ჩრდილოეთი არის, იქ დავეშვებით. რა საყურეები გიგეთია. ხანდახან მინდა რა გოგო ვიყო რა შემჭამეთ რა. საყურეც აღარ გავიკეთო მთელი ცხოვრება, ეს რა ფარფატაკაბებში დავდიოდი და ეხლა საყურეცსაც მიწურნებთ. აი მზე სადაც არის მაგის ქვევით რომ მთა არის მაგის წერდება.
ინც როგორ არა ეგა ფაფარა მარიშკა ხაზია. ხო დაი ჯვართან ვარ ისნის მარიშკა საჩვე ხო. მარიშკა ხო კომოთანა. აი აქედან. აი ერთ 5 წუთში ჩამოვალთ მარიშკა. რა? 5 წუთში ჩამოვალთ. აი ქარიან ეხლა დამირეკეს. ავედითო. აი ჯვარი კარგად ჩანს და რომელიღაცა თხილამურით გვერდზე. მაგარია აი ეგრე ოჩა შესანიშნავ. კაი იყო? კი, აუ ნინუცავ რა მაგრა ის სერიალი. მართლა? ვიდეოში ვნახავ. იქიდან გადაგიღეს. კაი იყო? სასწაული. აი ეგეთი მაგარი. კიდევ ვივლიდი, უბრალოდ მშია. ვიღაცას რო ეჭმია, არ მოვიდოდი. ხო, და არხ სახელს ვარქვის, ნინუცოს არხი აღარ არის. გურამის არხია. რომ დაჟე ყვალა იქ რაღაცები, ოღონ არ მithქვამს ისე მაინტერესებდა რა სიზავდა, სწორად ლოგიკურად. აი, მე როგორც ვივლივდი ისე იარა, უკეთესად დაჟე გიორგო ამდეოდა რა კაი ყვალეა ვიძახოდა, ჩემი ყვალე ეგონა რა. და ის რეალა და რო კითხო ძალიან ის არის, ბუსუ რაღაცნაირი არის, იტყუება რა. ამათმა რა ისრია. ჩვენთვის. ზამზრუნველია ეს კაცი. მარიშკა მოიხედე? კაია? ხო და რას გეყვებოდა მარიშკას კიტურზე. ხო, აბა როგორი იყო? თან პარალელურად ცაგვა გვარდისფერი რო იცოდეთ. ცოტა დილას ხო ვიყავი ისე. ნერვიულობდი რა, ეხლა დიდ მთაზე თან თავი რომ მოვიკალი, რომ მინდა მეთქი. ვაი და მეთქი, ეხლა ვერ ჩამოსრიალდა. კიდევ სკიტურით ასვლის იმედი მქონდა. და საერთოდ მე სრიალი მაინც კარგად არ ვიცი. ასვლა საერთოდ არ გამიჭირდა, იმიტომ რომ ნორმალური პაუზებით ავდიოდით რა, რომ ვიღებდით ხო თან ისვენებ, რო ჩერდებიან, ვისვენებ დაღვა არა. იქ რო ავედით, პირველი მონაკვეთი, აი პირველი ჩამოსრიალება, ხო, იყო სუყინული. ხო და მაგ დროს სულ პირველი ჩამოსრიალება, მაგ დროს გიღებდით და ისე დავაფიქსირე რომ ჩერდება. აი ხო, კაიხანი გაჩერებულები იყავით. იმიტომ როგორ არის იცი ზიგზაგი ხო და გააკეთო და ის რა ქვია, ყინულზე ვერ ვტრიალდები. ანუ თოლში კიდევ რაღაცას ვიზავ რა, შევანელებ და ყინულზე თხილამურს ვერ ვიმორჩილებ. და როგორი თან აი ესეთი არის, ესეთი დახრა აქვს რა. და ნუ ეხლა თუ გაგექცა თხილამური, კარგად მეყოლე, ხო? იქ რა კაია რაღაც დაზიანება, გადავარდები ხრამში. მიდი, აბა ეხლა ვინც გვიყურებს, იმათ უთხარი. რჩევა. ესთან დაკავშირებით. აი თუ უნდათ ჩამოსვლა ბახმაროში. ჯერ კიდე იმას ვიმეორებ, მე ეხლა ამასაც რო ვუყურებდი რა, იქ იმაში ლაპლანდიაში რო ვიყავით. რა ლაპლანდია? საუნაში და გაყენულ ტბაში რო ჩახტი. ხო, ეგ მაგას აღარ ვიზამ. იმიტომ მაგის მე ძალიან დიდხანს ვიყავი ავად. არა, ავად ყოფნა ხო, მაგრამ რა ლაპლანდია და 3 დღე გზაში ვიყავით. ან ბახმაროში გვაგიგივე და მაგაზე უფრო მაგარი.
იქ ლაპლანდიაში სხვათა შორის ნიკა გვეუბნებოდა გახსოვს რა ბახმარა ლაპლანდია ბახმარო გოდერძი საქართველოშიც ეგეთი მაგარი ადგილები გვაქვს და ჩვენ არ გვჯეროდა რომ აი ამაზე მაგარი რა უნდა იყოს და ჩამოვედით და არის ინფრასტრუქტურა ხო უბრალოდ გამართულია ყველაფერი ერთადერთი რასაც აი მე მეშინიათ რაღაცა არსებობს ინფორმაციები რომ აპირებენ სასტუმროების აშენებას აპირებენ საბიაგიროს გაკეთებას აი აქაურობას გაანადგურებს მოსპოს და განადგურდება ზუსტად ისე როგორც განადგურდა ბაკურიანი რომელიც ერთ დროს იყო ერთ-ერთი ყველაზე მაგარი კურორტი და ეხა აი არ ვიცი არც მე არ მინდა დიდად ჩასვლა რა აი კაი ნინუც ახლა რას ვაპირებთ ეხლა უნდა გავაკეთოთ გურული ღვეზელი რომელიც არის შეიძლება ოღონდ თქვენთვის კი არ ვაკეთებ რა ჩემი ჩუმი საფახური ჩანაფიქრია უნდა ვისწავლო ჩაფიქრებული უნდა ვისწავლო ეგეთი გემრიელი გურული ღვეზელი უბრალოდ აი არ ვიცი ძალიან გემრიელი იყო მართლა აი გემრიელია ხო და გასწავლით როგორ კეთდება ნამდვილი გურული ღვეზელი ხო მაგერ ბევრი სარგებელიც იქნება მაგრამ ღვეზელია იმისთანა შეიძლება თავფეხიანად რა ქვია ოქედან ასვლა არც მე არ მინდა გურული ღვეზელით დაგიბრუნდებით გამორთენინა იმაში რო არის რო ჩავყვინთოთ ალბათ ეგრევე არ ჩავყვინთო თავი მე ვეღარ გაიშრობ აღარ გავშრებით ნახვამდის დროებით ამ ეტაპისთვის გეცოდინებათ რომ კულინარიული ნიჭით ღმერთმა არ დამაჯილდოვა თუმცა დიდი გული მაქვს და მზად ვარ გაგიზიაროთ ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი კერძის რეცეპტი რომელიც დავაგემოვნე და აგერ უკვე ბოლო 24 საათის განმავლობაში 6 ჯერ ჭამე მივირთვი ეს არის გურული ღვეზელი ნონა შენზე არის ჩემი 2 კილო ცენტრი დაკრებული ჩვენ დაუჭირდება 400 გრამი ცომი, 300 გრამი ყველი, 2 ცალი კვერცხი. ამ გურული ღვეზლის მოსამზადებლად. ცომი როგორ დავამზადოთ? ფქვილი, მარილი, კარაქი, რამდენი კარაქი? მაგალითად 5 კილო ფქვილს უნდა 1 კილო კარაქი. მარილი აი ასე ხელით შაქარი და წყალს რასაც შეიძლება ცომი უნდა იყოს. აი ასეთი აფუკი და ცოტათი უფრო რბილია ვიდრე სხვა შემთხვევაში? არა, ეს არის სტანდარტულად როგორც უნდა იყოს გურული ღვეზელისთვის, აი ასეთი საჭირო. სტანდარტული გურული ღვეზელი. ეხლა დავიწყებთ გაფრთხილებას. ყველი რა ყველია სულგუნია? ეს სულგუნი არის და იმერული. იმერული და სულგუნი დაზავებული. რამდენი გრამი ყველი არის? 300 გრამი. გავჯერით. წილად. დავიწყეთ მოთავსება. ასე რომ უყურო გეგონება დიდი არაფერი სირთულე არ არის, მაგრამ რაღაცები მეპარება სახში ესე გამოგვივიდეს ვინმეს. იგა? ეს არის. უმალში რამდენი ხნით მიდის? ეს დაახლოებით 4-5 წუთი სჭირდება ამის გამოცხობას. იმაში ქვის პიცერიის რომელი. გურულები რა მაგარი ხალხია. იულად კეთდება იდეაში. უცებ წხვება და თან ისეთი გემრიელი არის რომ არ არსებობს. სხვა კი ვერ მოიფიქრებს. რა ვიცი. წავედით, გავყვეთ. გურული ღვეზელი იქნება 60 წუთში, თუმცა მანამდე უნდა მოგებოთ მაგარი საინტერესო ისტორია, რომელიც ლიკამ მომიყვა, რომელიც გაიქცა კადრიდან არ უნდა გამოჩენოს. თავად მითხრა რომ ბებია ჩემო ლიკარის გურული, ბებია ჩემო ახლა ყოველ შობასო 6-დან 7-ში, 7 როდესაც თენდება, ყველაზე უხუცესი ოჯახის წევრი ბებია აწყობს ღვეზელს, მაგრამ ეს ღვეზელი უფრო პატარა, უფრო მცირე ზომისაა, ნახევარმთვარის ფორმა აქვს. შიგნით იდება არა გაჭრილი კვერცხები, არამედ ერთი მთლიანი კვერცხი. და ამ ღვეზელს, როდესაც გამოაცხობენ, ანუ თითო ოჯახის წევრისთვის, თითო ასეთი ღვეზელი მზადდება. მერე ბებია დაიჭერს ამ ღვეზელს ხელში, წელზე ასე შემოგატარებს და თითქოს შელოცვასავით, ლოცვასავით, აი არ ვიცი, მანდ უკვე ვეღარ ჩავმოვდით, მოკლედ კითხულობს შენთვის და ეს გეკუთვნის შენ და აუცილებლად უნდა შეჭამა ბოლომდე. გონია რომ ისტორია საინტერესოა.
კვერცხი რატო იდება მთლიანი? იმიტომ რომ ერთ ადამიანს წარმოადგენს ადამიანის გულს. ნახევარმთვარე იმიტომაა რომ ჩვენ ხო შობას ვათენებთ და ველოდებით, როდესაც გათენდება და მთვარის ფორმა აქვს. და მოკლედ ღვეზელი იმის გარდა რომ სავარაუდოდ რაღაცა სასიკეთოს აკეთებს თქვენთვის, ასევე თქვენი პირის რეცეპტორების და კუჭისთვის აკეთებს ძალიან სასიკეთო ამბავს. არ ვიცი წონაზე. მე თუ დამინჯერებთ, ყველაზე გემრიელი ნაჭიერი არის ეს და ეს. აი ეს ორი მარიშკას უყვარს შუა. ნუ შუა შეიძლება არ უყვარს, მაგრამ ეს მე მაგ დარეზერვებული. აბატონო. საშობაო კერძი, იდეალური. ახლა უკვე სამწუხაროდ. ნიკა, მოდი. დასრულდა ჩვენი მოგზაურობა ბახმაროში. ესე გული მგონი არ დამწყვეტი არასოდეს. აი მთელი გული და სულით მინდა რომ კიდევ ერთი დღე დავრჩეთ რა. დავამშვიდობენ ახონდის, წავედით. ეხლა ნახეთ კეისბორელში როგორ ჩავსხდებით. ესეც ხო მივდივართ, ვიცი, ჩვენ გველოდებიან ბუხართან. ბარგივანა ხო? ხალხის რაოდენობა? ვინც გველოდება? უკაცრავად. ცოცხლები ხარ? სადა? ნიკა, ვაიმე. გამომხედე. დედასუსველი ხარ. ჩემი სიკვდილი ჩქარა გამოიცვალე. გიო, ბარგივანა. გიო, შეც როგორი სველი. ეს არის დღის ბოლო. ძალიან კაი დღის ბოლო. გიო, დაგვემშვიდობე. ნინუც! აუ! აბა! აბა დროებით იქით კვირას შევხვდებით.